ხანძარი ბათუმში დღეს დილით ჭავჭავაძის ქუჩის 39 ნომერში მდებარე რესტორან ქარაბაქის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი გამწოვის მილში დააგროვილმა ცხიმებმა გამოიწვია. ხელმძღვანელობის განმარტებით ინციდენტის შედეგად ობიექტს ზარალი არ მიყენებია შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. ხუსეინ სირაბიძის განმარტებით ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხდა, მიმდინარეობს გამოძიება. გამწევში იყო ხანძარი, უბრალოდ გაუკრაულობა არის, მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგად არის. არაფერი არ დაზიანებულა, ჩამქრალი ახლა დღესობის კარგად არის. კაფე ქარაბაქში იყო ხანძარი, იმავდროულად გავიდა 3 ავტოცისტერნა და 1 კიბე, მისთვისთანავე დადგინდა, რომ გამწვევ მილში იყო ჩაკიდებული ხანძარი. ხანძრის შედეგად დაზიანდა კაფეში პლასტიკატი დაახლოებით 3 კვადრატამდე. გამომწვევი მიზეზს გამოძიება დაადგენს, მაგრამ სავარაუდოდ გამწვევ მილში იყო და დაგროვდა ცხიმები, რომელიც შემდეგ მოხდა მისი ალაგ.